მთლიანში და პროდუქტი იყო და ეკონომიკაზე საუბარი და მე ცხადია ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, მაგრამ მე ამ რედუქციონისტულ ხედვას ვეწინააღმდეგები, რომ მხოლოდ აი ამ მთლიანში და პროდუქტით განისაზღვროს რაღაცა, იმიტომ რომ შეიძლება პირობითად ქვეყანას ჰქონდეს X მთლიანში და პროდუქტი და მეორე ქვეყანას ჰქონდეს 3x ჯერ მეტი, მაგრამ ამ მცირე ქვეყანამ მეტი პოლიტიკური გამძლეობა და მედეგობა აჩვენოს, ვიდრე ამ ვისაც აქვს სიმდიდრე. და ეს ახლა აბსტრაქციიდან რეალობაში რო შევიტანოთ, ზუსტად ეს მოხდა საქართველოს და ევროკავშირის შემთხვევაში, ხო? საქართველოს რომელიც მთლიანში და პროდუქტი ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნებისას, რეალურად პოლიტიკური სუვერენიტეტს უფრო მეტს ფლობს, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნების დიდი ნაწილი, მოდი ეს როგორც რბილად ვიტყვი. რატომ? იმიტომ რომ ისინი არიან მიბნული, აი სწორედ იმ საერთო გლობალურ ომის პარტიას, რასაც ვეძახით, იმ deep state-ზე, რომელიც აი მართლა ამ ევროკავშირის ხელით რაღაც ისეთებს აიძულებს. მაგალითად, ეხლა რიგით პირობითად ესპანელს ან გერმანელს საერთოდ არ უნდა რომ მილიარდობით ევრო მიიმართებოდეს უკრაინაში, იმიტომ რომ უნდა თავის ქვეყანაში განათლება ეს X, Y რაღაცები უნდა. მაგრამ რადგან ესენი არიან რაღაც ამ ევროკავშირის ამ ბიუროკრატიის მართულები, ის უკვე მოწყვეტილია ამ სისტემაზე, პოლიტიკური სუვერენიტეტი დაკარგულია და ჩვენ რადგან არ ვართ ამ ევროკავშირში, ხო სუვერენიტეტის მეტრი დოზა გვაქვს რაღაცეებში. მე ხარ არ ვამბობ შეიძლება ყველაფერში, რადგან გაბარიტებით პატარა ვართ, მაგრამ როგორც მინიმუმ იმაში, რომ ჩვენ ახლა შეგვიძლია და ქართულ ხალხს შეგვიძლია ვთქვათ, აი ყოველგვარი ტაბუების გარეშე ვილაპარაკოთ უკრაინა-რუსეთის ომზე, ვთქვათ, რომ კი ეს აგრესია იყო, რომელ სანქციებსაც გვინდა იმას შეუერთდეთ. ხო, საქართველოს ამ ზოგად სანქციებს შეუერთდა, მაგრამ ინდივიდუალური სანქციები არ დაუწესა. ანუ ლავირების პოლიტიკაა, ხო, რეალ სუვერენიტეტი რა არის, რომ რაღაცა ერთი მესეჯ ბოქსით კი არ იმართება, არამედ რაღაცა საერთო ლავირების პოლიტიკა და რეალურად აი ეს პოლიტიკური სუვერენიტეტი ხშირად აი ეკონომიკურ მდგენელზე მაღლად გასხდება.